რომ ამოვიდნენ ხა კი ვხედავდით უკვე რომ მოორბოდნენ, მაგრამ რაღაც მომენტში მე დავაპირე გამოქცევა მოტრიალზე, ჩემს მას რო გავხედე, ჯიბეებში ხელები ჩაწყობილი არ ტოქდებოდა და რასაკეთებდნენ კი რო ვკითხე, არც არაფერი მითხრა და მეც მივიდ დავიწყე იმისკენ მიწევა და ტელეფონს ჯიბეში ჩადება დავიწყე და ეს ფურტუკი რო ავიწიე და ხელით ვისწორებ ცალფეხზე დავღე, ზუსტად იმ დროს დამეჯახა რა, ძალიან ადვილად წამაქცია. როგორც წამაქცია გამოიქცა ჩემი ძმა და ნუ ეხ წაქცეული რო დამინახეს, იქიდან დაემატა ხალხი. მე ჩემი ძმა გადამეფარა ცდილობდა ხელი ვიგრძენი ზურგში რომ გამოწევას ცდილობდა და ნუ ისიც გამაცა პირდაპირ გამაცალეს. ერთ მომენტში რა სადაც თვალი მოვკარი, აი სადღაც 5 წუთში კედელთან დაგვაყენეს ციცაკის სპრეი რომ მოვატარეს, მან დავინახე, მე ისევ დავკარგე რა. ისევ დავყარეს მაგის მერე და ნუ აი ტყვის პროცესში ხმა რო გავიგე ჟურნალისტების დანახვაზე შეშინდნენ, მე გავაგრძელოთ ერთმანეთს მიანიშნეს. დაუძახეს, მან წამოგვაყენეს. როგორც გაწიეს ჟურნალისტები, მიგვიყვანეს იმ დერეფანთან, სადაც კორდონი იდგა მათი ჭიჭინაძის ბოლოში და იქ ფარები გახსნეს პირდაპირ და როგორც წინა ორი ზოლი იდგა გედედეს ლურჯებში იმ კამუფლაჟით. უკან კრიმპოლი იყო და შერეულად იყვნენ ის შავები სამყანელოსთან. და აი რო შევედით იმ დერეფანში, აქეთ იქიდან გვიტაცებდნენ და პირდაპირ დაგვაგდეს, ფეხზე დადგომა ვერ შეძლო. ამ დროს ორი კაცი უკიდან გვიჭერდა ხელებს შეკროს თან მუდმივად. ხო და იქ რო დამაგდეს, უკვე ისე აი მონდომებით ჩხუბობდნენ. საპატრულო ეკიპაჟს რო გადაგვაბარეს, იმ ბიჭებმა რო აქეთ იქიდან დამიჭირეს, თვალებში მხედველობა იმ მომენტში სანამ ცოტა დავლაგდი, მიჭირდა, აი ბუნდო უნდა ვხედავთ ყველაფერს, ერთადერთი დავინახე, რომ აი სილუეტი მორბოდა შორიდან და მან მივხვდი რომ მეგონა დამთავრდა თუმცა ვიღაცამ დამინახა შორიდან და კიდე ისიც მორბის ბედნიერო უნდა დამარტყას და ამომარტყა მუცელში და იმათაც დაუვარდი ვეღარ დამიჭირეს ისე რა და ნუ გამერიდა მე წავიდა ისე და ჩაგვწეს მარშრუტკაში სადღაც საშტაბიურომდე აი ესე ცემაცემით მეგვიყვანეს რა და დამეწყო პირიდან სისხლდენა ვერ ხვდები საიდან შიგნით ქონდა დაზიანებად როგორ იყო და აი კახამ ეცადაშვილი იქნიც იყო მაგან შემამოწმა და როგორც მითხრეს იგვიჭებმა კახას უთქვამთ რომ გამოუძახეთო თორე ამ ნეკნი არ კონდეს ჩამტრეული არ გაიგუდოს უცებ არ მოგდესო რა და მე სასწრაფოში რო ვიჯექი ერთ-ერთმა სახელი არ მაქვს მაღალ ჩინოსანი ამ გონი ერთ-ერთ სახეზე ხშირად ხედავ ხოლმე კარები რო შემოხსნა შენ ამეტანი დრაბილკაში მოუყოლები ხარო ესე მითხრა რა და და კლინიკაში შემიყვანეს ქვედაყბა მქონა ორივე მხარე მოტეხილი აი როგორც კი დამაკავეს სადღაც პირველივე რამდენიმე დარტყმაში მარჯვენა მხარეს რო დამარტყა კბილების ცხობა მთლიანად ჩამიწვა ენის ქვეშ რა პირდაპირ გადაწვა რო დამარტყა ხო და მე უკვე აი როგორ აიცი ამდენ თქმაში ვეღარ არჩევ რა იქ დერეფანში ზოგი ფარს მიყავდა ზოგი ფეხს ერთი წაქცეულზე რო დაგდებული რო ვიყავი დაბლა ზურგზე ხტუნაობდა რა მახსოვს რო წამომაყენეს აი ერთის ხმა ისე მახსოვს რომ მოკალი თავში უთხრით მიდი რაღაც უყურებ და რაღაც ეს შეძახილენ ხო და რამ გადაგარჩინა რამ გადამაჩინა და თქვენმა კოლეგებმა ზუსტად ვამბობ რომ თქვენი კოლეგები რო არ მოსულიყვნენ იმ შემთხვევაში აი რამდენ ხანს გავკაჩავდით არ ვიცი დიდხანს ვერ გავკაჩავდი სამშობლები იყვნენ იმასე რომ ადამიანები ჟურნალისტებმა გააჩერეს ანუ აი შუალედში თქვენ ჟურნალისტები რომ მოერიდნენ მე კიდე გააგზელეს იმა მაგრამ იმ შუალედში აი სადაც ამყვანებმა დაგვიჭირეს ვინც კიდე უფრო გამეტებით წემდა ისინი ჟურნალისტებმა გააჩერეს რომ დაინახეს შეეშინდათ იმეთი და გაჩერეს პირველი რაც დადასტურდა იყო ყბის სახიზვლების მოტეხილობა და ჩაინიშნა ოპერაცია იმ დღეს ჩემამდე გაუკეთეს დათო იყო ჩემამდე საოპერაციო შედეგი ქირურგმა გამოგვაქვს სხვა შორის არის აი სუდის სათქმელია მაგრამ წინა საოპერაციო მომზადების ოთახში რომ შემიყვანეს დათო გამოიყვანეს მაგდროს და წინ გამიჩერეს საკაში ხედავ მახსოვს და ცოცხალი არ მეგონა ესეთ რომარებაში პირდაპირ ვფიქრე რომ ცოცხალია ხო არ მოუკვდას ოპერაცია გამიკეთდა იმ დღეს მეც მე ერთ პალატაში მოვხვდით ისე ერთად ვიყავით იგაიცავით ერთმანეთი კი იგავიცავით ერთმანეთი დაში გამიკეთდა ოპერაცია 6 დეკემბერს კლინიკიდან გამოვედი 12 დეკემბერს სასამართლო ჩამენიშნა და ბრალდებულად ცნეს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას რა მდგომარეობაში იყავთ ფიზიკურად მაშინ მოსამართლე როგორც ხედავდათ თავიმეჯდა ფიქსატორში ანუ ნაჭრის ფიქსატორი თქონდა ყბის მოძრაობა შეზღუდული მქონდა შეიძლებოდა სახის მიკეთდა დაინტერესდა რა დაგემართა კი დაგმოძალადობა ქალბატონმა ლელამ დაგმოძალადობა ნამდვილად უბრალოდ თუ ძალადობა დაგმოდა ეხლა რა ვიცი ორივე მხრიდან კი ორივე მხრიდან დაგმოძალადობა
როგორც ადამიანი განაამის გადატანა არ შემეძლია, რო თქვათ ვიღაცას, ნუ რაღაც ჩავთვლი, რომ ჩხუბი იყო და ნუ გადაიარა, მაგრამ ესეთი ადამიანები რო დღეს ქვეყანაში დაუშლელები დადიან. დღეს გონიათ, რომ არაფერი ჩაუდენიათ, დამნაშავედ თავს აგზნობენ სახელმწიფოს პასუხს არ თხოვს არავის და ხვალ რო კონდეს შესაძლებლობა იგივეს გაიმეორებენ ჩვეულებრივ. მე დარწმუნებულია, რომელიმე მათგანი ახლა რამეს ნანობს არ არსებობს, მაგას ვერ დავიჯერებ. ისეთი ისტორია გაქვს, ყოველ შემთხვევაში მიზეზი შეიძლება გქონდეთ, რომ აქ არიდგეთ, მაგრამ მაინც აქ ვართ. პირიქით, იმაზე მეტი მიზეზი მაქვს, ვიდრე 28 ნოემბერს გქონდა. 100-ზე მეტი მიზეზი მხოლოდ პატიმარია. ეს ხალხი დღეს იმხელა ფას იღებს, რა ვიცი, არც ერთი ჩვენგანის ცემა, ნუ ციხეშია ერთი წელზე მეტია უკვე ხალხი. იმედ გაცხრუება ბევრი იყო რაღაცა, ნუ მაგრამ ის რო შეიძლება ხვალ რაღაცა მარცხიშიში გქონდეს, ეს იმის უფლებას არ მაძლევს, რომ სახში დავშტე რა, არც ერთ შემთხვევაში. ხა როგორ უნდა უთხრა მზია ამაღლობებს, რომ ამ მიზეზით გარეთ ვერ გამოვდივარო, აი მეკითხა. გუშინ ოქმელაშვილიზე და გავიცანი, ხალბატონო, ხა ამ ადამიანის სევდას რო უყურე. არა, როგორ უნდა დატოვა ადამიანები ეს რაღაცა.